ბიბაჭკონიასთან ერთად შევეცდებით გავაანალიზოთ კონტროლის ის ტენდენცია, რომელიც უკვე ცდება პოლიტიკას და ეკონომიკაზეც გადმოდის საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებულ ლიბერალურ სისტემას ეკონომიკაში, როგორც ჩანს, თანდათან ცენტრალიზებული და მართული ეკონომიკა ჩაანაცვლებს ფასებზე ზრუნვა ყველა მიმართულებით სახელმწიფო ბანკის შექმნის დაანონსება აქეთკენ გადადგმულ ნაბიჯებად ჩანს. ვკითხავ ჩემს სტუმარსაც ივამ, გამარჯობა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის ელენე. ივა, კვერცხი გაიაფდა. რა გამოდის ეფექტურია ირაკლი კობახიძის მე ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია უახლოეს მომავალში მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს, რამდენად ეფექტური იყო ეს გადადგმული ნაბიჯი და დიდი ალბათობით ბიზნესის ქცევა თვითონ გასცემს პასუხს, იმიტომ რომ ზოგადად როდესაც თავისუფალ ეკონომიკას ჩვენ ვწდებით, თავისუფალ ბაზარს ვწდებით და რაღაცის ან ვიღაცის ხათრით ხდება ქმედების ჩადენა, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ რთულ შედეგებამდე მიგვიყვანს გრძელვადიან პერსპექტივაში. ახლა ალბათ ძალიან რთული ასახსნელია მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაზეა დაფუძნებული. ახლა ჩვენ ეს ატეხილი აჟიოტაჟი დაიწყო იმით, რომ ჩატარებული აქვს კვლევა ქართულ ოცნებას და ნახეს, რომ პრობლემებს შორის ყველაზე პირველი ადგილი უჭირავს ფასებს. კი, რეალურად ჩვენ ქვეყანაში ნამდვილად საკმაოდ მაღალია ფასები და ეს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის არ აქვს მნიშვნელობას ქართული ოცნების მომხრე იქნება თუ სად იქნება ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან პრობლემატური არის და სწორედ ამიტომ დაიწყეს ამაზე მუშაობა. ახლა თუნდაც ის თემა, რომ იცით რა, ეს ახალი პრობლემა არ არის. ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნულ საკითხებს შორის ყოველთვის იყო ეკონომიკური საკითხები, ხან სიგარიბე, ხან ფასები და ასე შემდეგ. ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო წლების განმავლობაში, კი, ბოლო 5-6 კარგახნის განმავლობაში. მე რა თემებით გახსოვართ, აი თქვენ მაგალითად. ამას ვამბობ ზუსტად. რატომ დღეს ესეთი ხისტი რეაგირება? 2016 წლიდან ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ასოციაციის შექმნის და ასოციაციაში ათობით კომპანიის გაერთიანების იყო ის პრობლემა, რომელსაც უკვე დღეს ჩვენ ვიმკით. გაძვირებული ფასები. მაშინ ხდებოდა ბაზრის ფორმირება, რიტეილ ბაზრის ფორმირება და სწორედ მაშინ ვითხოვდით ჩართვას სახელმწიფოს მხრიდან, სხვადასხვა ინსტიტუტების მხრიდან, რომ იმ შედეგამდე არ მივსულიყავით, რაც დღეს არის. ზოგადად ხარ ამ მიმართულებითაც მიდიან აქ. ნახეთ რა არის, როდესაც რაღაც შეზღუდვები თუ რაღაც შეზღუდვები დაწეს და არ არის გამორიცხული, რომ ბაზარზე მცირე ზომის მოთამაშეებმა ამ გარკვეულ წნეხს ვერ გაუძლონ, უბრალოდ ბაზრიდან ამოვარდნენ და დარჩეს რამოდენიმე ცალხელზე ჩამოსათვლელი მსხვილი მოთამაშე, რომელიც შემდეგ რა თქმა უნდა სახიფათო იქნება ბაზრისთვის. იგივე კვერცხის თემას რო დაუბრუნდეთ, ნახეთ ძალიან ცუდი ჟესტი იყო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ რამოდენიმე კომპანიამ გავაიაფოთ და ზუსტად ის კომპანიები არიან, ვინც ნებისმიერ მომხმარებელს რომ მკითხო, იცის, იმიტომ რომ ნებისმიერ მაღაზიაში დახლზე ძირითადად არის წარმოდგენილი მათი პროდუქცია. ანუ ალბათ ბაზრის მოთამაშების 90% შეადგენენ ის ადამიანები, ვინცაც განცხადება გააკეთა. ეს წნეხს უკვე სხვა ბიზნესზეც, რომ მათაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღონ და ხელოვნურად, ვთქვათ, აი ამ თხოვნის თუ არ ვიცი რა დავარქვათ, კომისიის ფარგლებში, ესე ვთქვათ, შეამცირონ ეს. მე იცი რა, მათ შორის დეკემბერში მე უსმინე გამოსვლას მეფრინველების, რომ თვითონ ნედლეული რითიც იკვებება ქათამი გაძვირდა, ანუ შესაბამისად, როდესაც იმპორტირებული ნედლეული ძვირდება, ან იმპორტირებული კვერცხი ძვირდება, ავტომატურად აქაც ფასები იზრდება და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ეს პოზიცია და ნახეთ, ელენე, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში აქტიური კამპანია მიმდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან და ნამდვილად იმ დროს ფასის გაძვირება ზუსტად იცოდნენ, რომ პრობლემატური შეიძლება ყოფილიყო მათთვის, იძულებული იყვნენ მათ ეს ნაბიჯი გადაედგათ. თუმცა ისრები არ გადავიტანოთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, ამიტომ მინდა რომ მკითხოთ უფრო დიდ სურათში, აი რის მიღწევა უნდა ქართულ ოცნებას, არა მხოლოდ ამ ფასების კომისიით, არამედ პრაქტიკულად ვაჯამებთ მე და თქვენ დღევანდელ გადაცემას და მთელი აი ამ კონტროლის გაძლიერებით, ხო, რომელიც უკვე ეკონომიკასაც ეხება მნიშვნელოვან წილად. როდესაც
საუბარი დაიწყეს იგივე ფასების, ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, იმ გაძვირებასთან დაკავშირებით, კი სხვათა შორის ყობახიძე რასაც საუბრობდა, რა თქმა უნდა, პუნქტები ჰქონდა ჩამოთვლილი, საკმაოდ კაფიოდ ჰქონდა და ესე იგი ვინც მას აუხსნა, საკმაოდ იყო ჩახედული, იმიტომ რომ იმდენად სპეციფიური ტერმინოლოგიით ისაუბრა, რომ ალბათ საქართველოში სულ შეიძლება რამოდენიმე ადამიანს ესმოდეს, ხო ის თემები, რაც ზოგადად ქმნის ფასწარმოქმნას და რაც იწვევს, თქვათ, მაღალ ჩავეძიე და გავიგეო, რომ cashback-ის ინსტრუმენტი ხო, ნუ აი ხა cashback-ი ალბათ ძალიან ბევრს არ ესმის. ხო, 4% იყო და ახლა 50%-ამდე გაზრდილი. კი ბატონო, ვეთანხმები, რა თქმა უნდა, სრულიად ვეთანხმები. თუმცა, ნახეთ ეს ნარატივი როგორც კი დაიწყო, თუ არ ვწდები მეორე დღეს, ან მაქსიმუმ მესამე დღეს უკვე წამოვიდა შეტევა ოპოზიციაზე, რომ თურმე ოპოზიცია ეწინააღმდეგება ფასების გაძვირებას, მათ შორის ნახსენები იყო ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვაც კი დაუსვა, რომ თურმე დისტრიბუტორთა ასოციაცია ეწინააღმდეგება, რაც ბუნებაში არ არსებობს, უბრალოდ ChatGPT-ს რომ კითხოთ Google-ში რომ მოსერჩოთ, ნებისმიერი ინტერვიუ, რომელიც ასოციაციის სახელით არის ხმის ხელმძღვანელების და წევრების მიერ გაკეთებული, პრობლემატურ საკითხად ვაზიარებთ ფასების ზრდას იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც ყობახიძემ ახსენა. მაგრამ ნახეთ, გამოიყენა ზუსტად პოლიტიკური დარტყმისთვის, მოდი ესე ვიტყოდი, ოპონენტებისთვის, რომ თითქოს ვიღაც ეწინააღმდეგება. მათ შორის ინტერვიუ მოვისმინე დღესაც, რომ თურმე ვთქვათ, ის პრობლემატური საკითხი, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი ბოლო წლების განმავლობაში, რაც სადისტრიბუციო კომპანიებს აწუხებს, ეს არის, რომ არ არსებობს პარკირების ადგილები სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის და ერთი წლის წინ დედაქალაქის მერიამ აგრეთვე გაბარიტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს აუკრძალა მოძრაობა დილის და საღამოს საათებში და ამაც გამოიწვია ხარჯის ზრდა. თურმე არ ვიცი რა მათემატიკით დათვალეს, ეს ხარჯი არ ვიცი საიდან მოიტანეს, რომ 600,000 არის წელიწადში და რატო გაყვეს მოსახლეობაზე და 15 თეთრი გამოიყვანეს, ანუ ეს ფორმულირებაც საინტერესოა, საიდან მოიტანეს, რომელიც არაფერში არ ჯდება. დაახლოებით, ეხლა ელენე რო აგიხსნათ, რომ ბანანი არის კიტრი, ანუ კიტრი ყვითლად რო შევღებოთ, არის ბანანი, ანუ დაახლოებით აი ესეთი განცხადება მოვისმინე, საერთოდ არაფერში არ ჯდება ეს, თუმცა საკმაოდ წვავე პრობლემა დგას და არაერთმა კომპანიამ მათ შორის დააყენა ყობახიძესთან შეხვედრაზე, რომ დედაქალაქის მერიასთან sakmaud სერიოზული პრობლემები აქვს, რაც რეალურად აძვირებს და მათ შორის გააკეთა განცხადება, თითქოს ჩვენ გვაქვს ყველაზე კარგი გადასახადების, საგადასახადო სისტემა და რაღაცა ითხოვენ გადასახადების რაღაცა თითქოს გადასახადების კლებაზე კი არ არის აქ თუ რაღაც გადასახადების სისტემა კი არ დააკნინა არავინ მათ შორის მე ხო გესმით ახლა ყოველდღიურ რეჟიმში უსმენ ვინ რა განცხადებას აკეთებს აქ იყო მოყვანილი არაერთი მაგალითი და მათ შორის მე პირადად არაერთხელ მომიყვანია მაგალითები რომლებიც ევროპაში იყო მათ შორის პანდემიის პერიოდში როდესაც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე როდესაც სწრაფად იზრდებოდა ფასი სახელმწიფომ ევროპულმა არაერთმა სახელმწიფო მათ შორის მაგალითები მოვიყვანეთ პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ შეამცირა DGG გარკვეულ პროდუქტებზე, აქ არ არის მთლიან პაკეტზე საუბარი, სასიცოცხლო მნიშვნელოვანი, რომელიც არის შაქარი, ზეთი, ფქვილი, ასე შემდეგ. გარკვეულ რაღაცით არ ვიცი, პირობითად ვიდათ 18% თუ არის DGG აქ იყო რა შეიძლება 15, 12, არ ვიცი, 10 რაღაც კონკრეტული მიმართულებით და აგრეთვე იქ იყო რაღაც რა თქმა უნდა ჯელტმენური შეთანხმება ბიზნესთან, რომ მათაც ფასნამატი ამ კონკრეტულ პროდუქტებზე არ ექნობოდათ X-ზე მეტი, რაც რა თქმა უნდა დაარეგულირებდა ბაზარს და მათ შორის იმ წარმოებლებისთვის ეს იქნებოდა შვება. ფასწარმოქმნაზე, ფასნამატებზე დებატები ირაკლი ყობახიძესთან, მარიამ ქრივიშვილთან სწორად მიგაჩნიათ თუ არა? იმ ფორმატს, რა ფორმატითაც არის ეს რუსთავი ორზე მე პირადად არ ვემხრობი, თუმცა მე თქვენ ეთერის საშუალებითაც მივმართავ, რომ მზად ვარ ნებისმიერ დებატებზე მათთან შევიდე საჯარო სივრცეში ჩემთვის პირადად არის იგივე ნებისმიერი არ ვიცი ეგრეთ წოდებულ მოლში შეგვიძლია წავიდეთ ნებისმიერ მოლში არის სავაჭრო ჰიპერმარკეტები სავაჭრო ჰიპერმარკეტში სიამოვნებით ნებისმიერი კომისიის წევრთან ერთად ნებისმიერი იგივე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად შევისეირნებდი მოსახლეობის აზრს გავიგებდი და იქვე შევიდოდი ნებისმიერ დებატებში მათთან ერთად და უფრო კარგად აუხსნედით ხალხს დარწმუნებული ვარ, თუმცა ქვეყანაში სადაც კანონით უნდათ ლეგიტიმაციის მიღება,
მე მგონი ანალოგიური კანონი ჩვენ ჩრდილოვარ მეზობელსაც არ მიუღია. სადაც უნდათ ბიზნესის ხმის ჩახშობა და უბრალოდ მეწარმეების ხმის ჩახშობა, ეგეთი რამე არსად არ ყოფილა, რომ უბრალოდ შენ არ გაქვს უფლება პრეტენზია განაცხადო იმ ყოფაზე, იმ პრობლემაზე, რაც შენ გაქვს ჩაითვლება პოლიტიკურად, როდესაც შენ ხარ გადასახადის გადამხდელი. ეს არის ხალხო კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ეს არის დანაშაული და ხა ამის მერე ჩვენ ზოგადად ნებისმიერ დებატზე რაღაცაზე რო ვილაპარაკოთ, ფიქრობ, რომ არის ძალიან ხმამაღალი ნათქვამი. ამიტომ სანამ ამ გზით მიდის დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ქართული ოცნება, ფიქრობ, ზოგადად ძალიან რთული იქნება რაღაცა კუთხით სწორ დიალოგში შესაძლებელი. მადლობა.